მოკლედ ახლა დავიწყოთ ისტორიით. რამოდენიმე თვის წინ ვიყიდე GoPro-s კამერა, მოკლედ აი ეს კამერა რითაც ახლა ვიწერ და ვიყიდე იმისთვის რომ motovlog-ები გადამეღო, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ვერ მოვერგე, მაგრამ პლუს შესაბამისად არც ცალკე არხი გამიკეთებია და ჩაფლავდა ეგ ყველაფერი. გამოვიდა ის რომ დამრჩა კამერა და დრო არამეში გამოვიყენო, ამიტომ არხზე შემომაქვს ახალი, ასე ვთქვათ, ვიდეოების სერია, coding vlog-ი, ეს რაღაც ახალი არ არის, რაც მე გამოვიგონე, იმიტომ რომ ბევრი უცხოელი tech YouTuber-ი ამას აკეთებს და როგორც ყოველთვის ახალი რამის შემომტანი ქართულ YouTube-ში, ვეცდები ესეც შემოვიტანო. და მოდი უცებ გეტყვით, რა არის coding vlog-ი. უბრალოდ დღიურ კადრებს ვკრებ და გაჩვენებ, თუ რა პროექტზე ვმუშაობ, რას ვაკეთებ, შემდეგ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობ, პროგრამირებაზე, bla-bla-bla და ასე შემდეგ. მოკლედ რამდენიმე წუთს გაატარებთ ჩემთან ერთად, რეალურად რამდენიმე დღის კადრები იქნება შეგრებელი, მაგრამ თქვენთვის რამოდენიმე წუთი იქნება. ერთი პრობლემა არის კიდევ ის, რომ ეხლა არ ვიცი რამდენად კარგად ისმის ხმა, იმიტომ რომ ამ მიკროფონზე არ წერ ეხლა ხმას, თვითონ GoPro-s თავისი მიკროფონი იწერს, მაგრამ თლად თავის არა, იმიტომ რომ media mode-ი მაქვს ნაყიდი და გარედან კიდე რაღაც third party მიკროფონი აქვს, ამიტომ ჯერ უნდა შევამწყო როგორ ისმის ხმა. ნუ გადასარავად არა, მაგრამ vlog-ის კვალობაზე კარგი. ხო, ასევე თუ ეს სერიები გავაგრძელე, ყველა ვარიანტში დამჭირდება wireless მიკროფონი, ეგრეთ წოდებული პეტლიჩკა თუ რასაც ეძახიან. ნუ wireless მიკროფონი დეშა არასდროს მქონია, ყოველთვის რაღაც კაბელ მიკროფონს ვიყენებდი. ამიტომ ხო, თუ ვინმე ადეკვატური ხართ ამ საკითხში და იცით რომელია კარგი wireless მიკროფონი, რომელიც ასევე GoPro-ზე წავა, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. მოკლედ, ცოტა დიდი შესავალი გამოვიდა, ეხლა კი გადავიდეთ საქმეზე, თუ ეს პირველი სერია რით იწყება, საერთოდ რას ვაკეთებ და რის გადაღებას ვაპირებ. მოკლედ, რამოდენიმე თვეა, ალბათ სადღაც 1 ან 2 თვეა ვმუშაობ ჩემს პირად სტარტაპზე, solo სტარტაპზე, სადაც მარტო ვაკეთებ საერთოდ ყველაფერს, რაც იქნება დიზაინი, პროგრამირება, მარკეტინგი, bla-bla-bla და რასაც მოიცავს საერთოდ ციფრული პროდუქტი და შევეცდები ეს ეტაპ-ეტაპ გაგიზიარო. რაც შეეხება სტარტაპს, რაც შეიძლება ნაკლებს ვისაუბრებ თვითონ სტარტაპის იდეაზე, თუ რას ვაკეთებ, რა აპლიკაცია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არ იქნება კარგი და ადეკვატური სტარტაპზე საუბარი და იმ პროდუქტზე საუბარი, რაც ჯერ არ გამოსულა production-ზე, მაგრამ შიგადაშიგ გაგიზიარებთ რა ტექნოლოგიებს ვიყენებ, რა ეტაპზე ვარ, ზოგადად რა პრობლემას გადავაწყდი და ასე შემდეგ. და ხო, არ ვაპირებ რომ ეს იყოს უბრალოდ vlog-ი, უბრალოდ საუბრობდი რაღაცეებს, ამ პროცესებს გაჩვენებდეთ, რა თქმა უნდა მოგცემთ ინფორმაციებსაც და ვეცდები რომ მოგაწოდოთ ისეთი ინფორმაცია რომ რამაში გამოგადგეთ, ნუ თუ პროგრამისტები ხართ ან დეველოპერები, ან თუ უბრალოდ გაინტერესებთ და ეხა გინათ ამ სფეროში ფეხის შემოდგმა. და ხო, ძიაჯორთი ყველაფერზე ზრუნავს, მე თვითონ არ მოწონს ესეთი ვიდეოები, რომელიც არ აღირებულია და ერთი ახალი ინფორმაციას ან რაიმე საინტერესო ინფორმაციას არ ვიგებ ვიდეოდან. ამიტომ ხო მოიმარაგეთ პოპკორნი, ან რამე, რუმე, არ ვიცი და ჩაუჯექით. ესე იგი ახლა არის სადღაც ხამის 2 ან 1 საათი. უცებ გეტყვით ახლა ჩემ რეჟიმს, თუ როგორი რეჟიმი მაქვს საერთოდ ძილის, ან მოკლედ 10-ზე ვიღვიძებ, სადღაც 11-ისკენ სამსახურში მივდივარ, რადგან იქაც კოდის წერა მიწევს, შემდეგ სახლში რომ მოვდივარ სადღაც მაქსიმუმ ან 7-ისკენ. პირდაპირ კოდის წერის გაგრძელება არ შემიძლია, იმიტომ რომ ოდნავ დაღლილი ვარ, მერე ვიძინებ და ეს არის პერიოდი, სადაც ყველაზე დიდხანს მძინავ, სადღაც 8-დან 3-მდე, 2-მდე, ან ასე შემდეგ. მერე ვიღვიძებ და მერე ვაკეთებ ჩემს საქმეებს. ეხლა რა პროგრესი გვაქვს? ვაკროს გავარ. მოკლედ, რაც native-ზე დავწერე თავიდან პროტოტიპი search-ის, ეგრეთ წოდებული smart search-ის, უკვე რა ეტაპზეც ვიყავი მთლიანად გადავწერე Angular-ზე, Ionic-ზე, იმიტომ რომ შემდეგ შემიძლოს mobile app-ის დაბილვა bla-bla-bla და ასე შემდეგ. ეხლა გაჩვენებთ თუ რა ეტაპზეა search-ი და მე მთლიანად საიტი თავისი shop-ით. Backend აპლიკაცია Node-ის უკვე იცით, მან დიდად არაფერი შეცვლილა, არც ჯერჯერობით მაღაზიები დამატებულა, ესე გამოიყურება Angular-ის მხარე. სადაც გვაქვს ჯერჯერობით მხოლოდ აი ეს მარტივი სტრუქტურა და 2 კომპონენტი. და ეს უკვე გაშვებულია Angular-ზე. შეგვიძლია დავსერჩოთ, ცოტა loader-ი, ასე ვთქვათ, შევცვალე, აქ დრო დავამატე, იმიტომ რომ მინიმუმ 10 წამი და მაქსიმუმ 30 წამი ჭირდება, რომ მთლიან მაღაზიებიდან შედეგები წამოიღოს. და აი ესე რა.
დღე არ ვიცი მე რამდენი, არც საათი ვიცი, დილის რომელიღაცა საათია და ჩვენ გვაქვს დაწვრილებითი ძებნის ფუნქციონალი. ეხლა ჩვენ ნახავთ აი ეგეთ რაღაცას, როცა მოდი ეს გავთიშოთ. როცა შედეგი წამოვა, გვაქვს აი ეს ფილტრი, შეგვიძლია დავალაგოთ ზრდადობით, რაც დიფოლტად ლაგდება იდეაში, როცა დასერჩავ, ასევე კლებადობით და ფასდაკლებით. ასევე შეგვიძლია გავასუფთავოთ შედეგი, რაც ამ შემთხვევაში არ გვინდა და აქ არის ძალიან საინტერესო რაღაც. დეტალური ძებნის შემთხვევაში გვაქვს რამოდენიმე ვარიანტი. პირველი ლოკალური ძებნა, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ ქართულ მაღაზიებში მოძებნოს, გლობალური ძებნა, ანუ არაქართულ მაღაზიებში, დეტალური ძებნა მოიცავს ეგეთ რაღაცას, ანუ ჩაწერილი search word-ი, ზუსტად უნდა ემთხვეოდეს პროდუქტის title-ს, ხოლო გაფართოებული ძებნა შეიძლება არ ემთხვეოდეს, მაგრამ იდეურად ან ტეგებით მსგავსი იყოს და მაინც დასერჩოს, ასე ვთქვათ, პროდუქტი. ამიტომ თუ დეტალური ძებნით თქვენი პროდუქტი ვერ ნახეთ, შესაძლოა რომ გაფართოებული ძებნით თქვენ სასურველ პროდუქტს მიაგნოთ საუკეთესო ფასში. Yay! გავალთ გარეთ, ცოტას გავივლით და შემდეგ სადმე ჩამოვჯდებით, რომ ცოტაუდანი კოდი დავწეროთ, იმიტომ რომ გარემოს რო შეიცვლი, მე უფრო კარგად წერკოთ, კარგად მიაქვს. ამიტომ ეხა გაჩვენებთ რა დევს ჩემს ჩანთაში. ესე იგი. აქ არის პატარა განყოფილება, სადაც არის ერთი AirPods-ი, გადამყვანი, რომელიც ახლა არ დაგჭირდება და 35 მეგაბაიტიანი flash drive-ი, ეგრეთ წოდებული flash-კა. ესე იგი, აქ მთავარი ნაწილი MacBook-ის სატენი და MacBook-ი M1 Pro. და თუ ეს MacBook-ი დაკარგე ან გაგიტყდა, გადავარდა დავყვა, სათადარიგო მეორე MacBook-ი იგივე მოდელის, აი აქ რომელიც გამოხება მეზარება და პრინციპში ეს არის. აქ არის power bank-ი, სანამ გაიკარგო ან გაგიტაცონ რაღაც ტელეფონს დატანი და დარეკავ 112-ში, ქუდი და პრინციპში ეგ არის. არ გამოვიდა გარეთ გასეირნება, იმიტომ რომ პირველი ქარი იყო და ხმას ცუდად იწერდა. მეორე, პეტლიჩკა wireless მიკროფონი ჯერ არ მაქვს, ამიტომ გარე კადრებში ხმის ჩაწერა ცუდად გამოვა, ამიტომ სანამ არ შევიძენ არ გამოვა. პლუს ისეთი ქარი იყო, რომ მეც არ გამისწორდა დიდად გარეთ ყოფნა და ისევ ვარ ბუნაკში. აი, მიდეში რაც ეს ვიდეო დაიწყო საერთოდ არაფერი მithქვავთ ჩემს სტარტაპზე, ჩემს სოლო სტარტაპზე თუ რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. გითხარით რომ რა შეიძლება ნაკლებს ვისაუბრებდი. ამიტომ მოდი საკმაოდ მოკლედ და მარტივად გეტყვით თუ რას ვაკეთებ. მე ვაკეთებ აპლიკაციას, სადაც მომხმარებლებს გავუმარტივებ და გავუხალისებ online shopping-ს. მოკლედ, ჩემი აპლიკაციის თავარი მიზანი არის, რომ მომხმარებლებს გავუმარტივო shopping-ი და უფრო მისცე მეტი და ფართო საშუალება, რაც იდეაში დღეს ქართულ მაღაზიებში, ქართულ online მაღაზიებში არსებობს. მოდით ახლა გადავიდეთ ტექნოლოგიებზე, თუ რას ვიყენებ და რას ვაპირებ. ესე იგი, ეს პროდუქტი უნდა იყოს როგორც web-ის ვერსია, ასევე mobile აპლიკაცია Android-ისთვის და iOS-ისთვის. ამიტომ რადგან ერთი ვარ და development-ში წლები არ მინდა დავხარჯო, ავირჩიე Ionic-ი, ესეთი framework-ი, რომელიც არის web-ზე დაფუძნებული framework-ი და საშუალებას გაძლევს ეს შენი აპლიკაცია დაბირდო როგორც web-ზე, ასევე Android-ზე და iOS მოწყობილებაზე. მოკლედ ეს არის Ionic-ის framework-ი. რომელიც იდეაში background-ზე, რომელიც რეალურად სისტემურად build-ავს iOS-ისთვის და Android-ისთვის, უდგას კაპასიტორი, რომელიც C++-ზე და Java-ზეა დაწერილი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს background-ში, ხოლო გარედან თუ შენ ხარ web-ის ტიპი და web ტექნოლოგიებთან გაქვს გამოცდილება, შეგიძლია იმუშაოს სამივე modern framework-ზე, როგორც Vue, React-ი, ისე Angular-ი. აი აქ თუ ჩამოსკროლთ, ნახავთ, რომ სამივეზე არის დასაპორტებული და რომელიც შენ tech skill-ებში შედის, შეგიძლია ის გამოიყენო. აქვს თვითონ ჩაშენებული, ასე ვთქვათ, mobile კომპონენტები, აი მაგალითად თუ გადავალთ კომპონენტებში, ნუ აქ არის alert-ების კომპონენტები, badges, card-ის, ბატონების და ასე შემდეგ. აი მაგალითად მოდი ვნახოთ alert-ები და ნუ iOS-ის ვერსიაზე, ანუ თვითონ Ionic-ის framework-ი ცნობს, რომელ ვერსიაზე ხარ და მაგალითად აი აქ iOS-ის დიზაინის alert-ები არის, თუ Android-ზე გადახვალ Android-ის და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა ეს არ არის system კომპონენტი, ამ მთლიანად DOM-ია და web-ზე არის საწყობილი, მაგრამ თუ ყველაფერს კარგად გამოიყენო და performance დახვეწავ, საკმაოდ რთულია იმის გარკვევა, რომ web კომპონენტებში ხარ და არა system კომპონენტებში. რეალურად
საკმაოდ ბევრი აპლიკაცია არის უკვე Ionic-ზე აწყობილი. ცნობისთვის McDonald's-ის mobile აპლიკაცია აწყობილია სწორედ Ionic-ზე. გარდა ამისა, გვაქვს სისტემური, ასე ვთქვათ, ბრძანებებიც, როგორც ანუ კამერის ჩართვა, მიკროფონი, ვიბრაცია და ნებისმიერ რამ იდეაში, რასაც ასე ვთქვათ, smartphone-ი გვაძლევს, რასაც რა თქმა უნდა ჭირდება ფეთავის ფერმიშენები. მოკლედ, ესე იგი, რამოდენიმე კვირა ან იდეაში ჯამში მთლიანად ერთი თვე დაუთმე პროტოტიპის აწყობას და რადგან უკვე პროტოტიპი მაქვს და ვიცი რა როგორ მუშაობს და რა მუშაობს და ჩემი თვალით ვნახე და უკვე ვიცი საერთოდ რისი გამკეთებელი ვარ ან რისი გაკეთება შემიძლია, უკვე მზად ვარ რომ სრულფასოვნად დავიწყო, ასე ვთქვათ, აი ამ პროდუქტზე მუშაობა. და ნუ პირველი ნაბიჯი რა არის, სანამ რეალურ პროდუქტს გავაკეთებ, იმიტომ რომ პროტოტიპი არ არის რეალური, არის უბრალოდ ცალკე რაღაცა ნიმუში, რომელიც უბრალოდ რეალურად უნდა დაინახო, იმიტომ რომ როცა იდეა გაქვს და რაღაცას ჩაიფიქრებ, სავალდებულო პროტოტიპი გააკეთო, რომ რეალურად ნახო, საერთოდ როგორ გამოიყურება, იმიტომ რომ ყოველთვის სხვადასხვა რაც შენ ჩაიფიქრე და რაც რეალურად შეიძლება გამოვიდეს. თან პროტოტიპის აწყობის მომენტში იგებ რამე პრობლემა ხო არ გაქვს, იქნებ რამე გიშლის ხელს და ასე შემდეგ. ეხლა კი შემიძლია უკვე დავიწყო სრულფასოვანი მუშაობა და პირველი ნაბიჯი ეს არის ციფრული პროდუქტის დიზაინი, იგივე UX UI დიზაინი. ამისთვის რა თქმა უნდა ვიყენებ Figma-ს და რამოდენიმე layout-ი უკვე ავაწყე Figma-ში, იდეაში რამოდენიმე დღე დავხარჯე ამაზე და ნუ ჯერ ბოლომდე დასრულებული არა. ხო, რა არჩევა შემიძლია გითხრათ, როცა UX UI-ს ეხება საქმე. პირველ რიგში გამოვიყენეთ color combination-ები, იმიტომ რომ რაღაც თქვენი წარმოსახვით color-ები არ დასვათ, შეიძლება რაღაცა აჯაბსანდალი გამოგივიდეთ, იმიტომ რომ ბუნებაში არსებობს color-ების წყობა, რომელიც მომხმარებელზე არის გათვლილი. ამიტომ ეგ შეგიძლიათ დასერჩ. მეორე რჩევა იქნება ის, რომ სხვა საიტების მაგალითებს შეხედოთ და UX-ი ისე გადმოიტანოთ, იმიტომ რომ ეგრე ძალიან ფანტაზიებში შეიძლება წახვიდეთ და რაღაც ისეთი არადეკვატური ან არანორმალური რამე გამოგივიდეთ, რისი გადაწყობაც მოგიწევს შემდეგ და ნუ ასე შემდეგ. შენ პირველად იწყებ სტარტაპს ან რაიმე იდეა გაქვს, იმიტომ რომ რაღაც პატარა გამოცდილება დავაგროვე ამ სფეროში, თუ რა უნდა გაითვალისწინო იმისთვის, როცა სტარტაპს აკეთებ, პირველ რიგში საჭიროა შენი იდეა ჩამოწერო და ჩამოწერო დეტალურად, თუ რა არის მიზანი, ვინ არის სამიზნე აუდიტორია, რას აკეთებ, რა ტექნოლოგიებზე და ასე შემდეგ. მეორე ნაბიჯი არის ის, რომ სანამ დაიწყებ დიზაინის დახატვას ან კოდის წერას, ან უკვე მარკეტინგის ვსადებას, გუნდის შეკრას თუნდაც და ასე შემდეგ, აქამდე აუცილებლად უნდა გააკეთო პროტოტიპი. რადგან თუ შენ ამას არ იზამ და პროტოტიპის გარეშე დაიწყებ ამ ყველაფრის კეთებას, მოხდება შემდეგი რამ. შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემას, მაგალითად თუნდაც იურიდიული პრობლემები, რის გამოც შენი აპლიკაცია არალეგალური იყოს, ან ისეთ ტექნიკური პრობლემები, რის გამოც შენი აპლიკაციის მთავარი იდეის შეცვლა მოგიწევს ან საერთოდ აღარ იმუშავოს და ამის გამო მოგიწევს, ასე ვთქვათ, ზედმეტი დროის დახარჯვა. აი მაგალითად ააწყე დიზაინი, ააწყე ფრონტი და მაგალითად ამაზე რო უკვე თვეები ან წლები დახარჯე, ბექის აწყობის დრო შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საერთოდ ვერ იმუშავებს ეს რაღაცასთან ისეთი პრობლემა გაქვს, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყრა. სწორედ პროტოტიპი, ასე ვთქვათ, წყვეტს ამ პრობლემებს, იმიტომ რომ პროტოტიპის აწყობის დროს უკვე იგებ და აანალიზებ, რომ რა შეიძლება იყოს პრობლემა, წყვეტს თუ არა ამ პრობლემას და საერთოდ გაკეთებადია თუ არა ეს პროდუქტი. და ამერე იწყებ იმ ყველაფერს, რაც არის დიზაინი, ფრონტი, ბექი, მარკეტინგი და ასე შემდეგ. ნუ ეს არ ეხება არც mobile აპლიკაციას ასე კონკრეტულად და webs, ანუ ეხება ნებისმიერ ციფრულ პროდუქტს, მათ შორის თამაშს, maps, არ ვიცი, mobile თამაშს, desktop აპლიკაციას და ასე შემდეგ ყველაფერს. ნუ რაც იდეაში software-ია. ჩვენ გადავინაცვლეთ ისევ desktop-ზე და მინდა აგიხსნათ თუ როგორ გამოიყურება ეს პროტოტიპი. ნუ ესე გამოიყურება იდეაში პროტოტიპის პროექტი, კლიენტის მხარე, ნუ ეგრეთ წოდებული front-end-ი არის როგორც იცით Ionic-ზე და კონკრეტულად Angular-ზე. აქ არის ნუ ეს კლიენტის მხარე, back-end-ი ნუ გადავწყვიტე Node-ზე, კონკრეტულად Express-ის გამოყენება დავიწყე აი აქ. მართალია სტრუქტურულად ძალიან ნაგავია, მაგრამ პროტოტიპია და ამაზე დრო აღარ დავხარ. იდეაში არტით ჩვეულებრივად დავსტარტავთ უკვე servers, აი ესე, აქ უკვე server-ია დასტარტული. ხოლო თუ დავწერთ ls და ვნახოთ დირექტორიებს, აქ არის smart search კლიენტის მხარე.
search წერტილი client და npm run service და აი აქ უკვე შეგვიძლია დავსტარტოთ Angular-ი კლიენტის ხარე, რომელიც ისტარტება 4200 პორტზე. და ანუ ეს არის ჩვეულებრივი პროტოტიპი, ეგრეთ წოდებული რაღაც smart search-ი, რომელიც იდეაში მთლიანი აპლიკაცია და საიტი რა იდეასაც ატარებს, ზუსტად იმის სიმულაციას აკეთებს, რაც ზუსტად ისე მუშაობს დაახლოებით, როგორც ჩავიფიქრე. აქ იდეაში ეს სერია შემიძლია დავასრულო. დღეისათვის სულ ეს იყო. არ ვიცი რამდენად მოგეწონათ, ან რამდენად არ მოგეწონათ, არც ის ვიცი როგორ გამომივიდა ეს, ასე ვთქვათ, სერია, იმიტომ რომ პირველად ვაკეთებ ეგეთ რაღაცას, coding vlog-ი არ გამიკეთებია აქამდე. ნუ შეიძლება პარალელი გავავლოთ, რომ devlog-ი და coding vlog-ი თითქმის ერთ და იგივე, მაგრამ საერთოდ არ არის. devlog-ი საერთოდ სხვა სპეციფიკას მოიცავს და coding vlog-ი საერთოდ სხვანაირია. გულისხმობ იმას, რომ devlog-ში შემიძლია რაღაც წინასწარ გავწერო, ვიცოდე, რას ვაკეთებ, ან უბრალოდ ვიჯდე სამუშაო კადრები გადავიღო და შემდეგ შევაერთო და ეგ შემოგთავაზოთ. ხოლო coding vlog-ი უფრო ინტერაქციულია, იმიტომ რომ vlog-ის სტილს ატარებს უფრო გარემოს შეცვლა მიწევს, რასაც იდეაში მიჩვეული არ ვარ. კაი, პირველ რიგში ძალიან მჭირდება თქვენი ფიდბექი, იმიტომ რომ გავიგო გავაგრძელო თუ არა მსგავსი სერიები, იმიტომ რომ იდეაში ფიქრობ საინტერესო უნდა იყოს solo სტარტაპები, როგორ კეთდება და ჩემი პირადი გამოცდილება, უბრალოდ თუ ვინმეს რამეში დაგეხმარებით. იდეაში თელი მიზანიც ეგა, ძალიან გამიხარდება. ხო, დასასრულს შემიძლია ვთქვათ, რომ აუცილებლად დატოვეთ კომენტარი გავაგრძელოთ თუ არა მსგავსი სერიები, შემოგვიერთდით Discord სერვერზე, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი, რომ გააგრძელოს არხმა არსებობა და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.